ახლა მინდა რაღაც ვიდეო განახოთ და შემდეგ აგიხსნათ უფრო დეტალურად ყველაფერი. Rad gaikhet deda sad. Modi chaitsvexla iseni. ეს არის შეხედე რა დღეში. Deda rato irchev tqivils. Ha, rato irchev siqvaruli simshvide airchev. არა, რაშვაშია მაგიგას. შენ გაიკეთე ეს ყველაფერი. არ გამიკეთია. როგორ არა დამარტყი ყველგან დედა. არა. rato irchev მოგწონს ეს მდგომარეობა. არავით არ შემთხვევაში. მოგწონს. დედა სიყვარული აირჩიე, სიმშვიდე. არ არის მაგის სიმშვიდე ნუ გაურბი ხარ, დედა, სიმშვიდე აირჩიე, გესმის? კი. ახლა ამ ვიდეოში რაც ნახეთ, არის ის, რომ დედაჩემი გაიქცა უცბად დამეტაკა, გააგრესიულდა და რა თქმა უნდა შიშის გამო, ადრენალინი, დოპამინი მოაწვა, ჰორმონებთან ერთად უკლეთ ასე დამეტაკა ეს ფიზიკურად შემეხო და ნუ მოკლედ მე გავიყვანე გარეთ რომ მდგომარეობა არ შეეწუხებინა ჩემი მომენტები მე უცბად გაიქცა ამ დროზე ის ამის გარეშე ზიარული არ შეუძლეს ზიარული აი როდესაც აგრესია ატარებს მოკლედ და ნახეთ რა თქმა უნდა ეს არის დამახსოვრებული ემოცია სხეულს რაც დაამახსოვრა შვიდმას ანუ იმაში ცხოვრობს ახლა აქ და ახლა ძირითადად ჩვენი მშობლების უმრავლესობა ასე არიან, იმიტომ არის ნახეთ, ბევრი შეტყობინება შემოდის აი ამ აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომ იმასთან მიმართებაში, რომ მეც ასე საუბრებოდნენ, ნუ ისეთი სიტყვებით გესაუბრებოდნენ, ხედავთ და დროა რაშხამიც მშობლებმა მოგცეთ ამისგან განთავისუფლების დროა იმუშავეთ საკუთარ თავზე იგივე პროგრამას მომისცემ ნუ იქნებით თქვენი მშობელი ნახეთ რა გაკეთეთ თავად დედაჩემისთვის რა არის რატო დამეტაკა ფიზიკურად უსაფრთხოდ აგრძნობს თავს ყველაფერი აქედან იწყება თანქალისთვის განსაკუთრებით კაცისთვისაც რა თქმა უნდა ნახეთ ის კაცი კაცში მამაკაცური ჰორმონები დახშობილი არის როდესაც მამა უყვიროდა და ასე შემდეგ სხვა შორს ესეთი უფრო კრეატიული ხდება ესეთი კაცი თუმცა მაინც მამაკაცი უნდა კაცობდეს და ქალი უნდა ქალობდეს და ნახეთ რა ხდება დახშობილი აქვს იმიტომ რომ კაცი რა არის მცველი და როდესაც ბავშვი ვერ იცავს საკუთარ თავს როგორ დაიცავს ხო ამიტომ ხდება და დედაცემს მამაკაც ანუ უცემა მარტო ფიზიკური შეხება არ გეგონოთ სიტყვიერად შეძლო არაობა უკვე გალახეთ თქვენი შვილი გონება ვერ ახიქვავს დამიჯერეთ ანუ ფიზიკურ შეხებაც და სიტყვიერი შეურაცხყოფაც ანალოგიურად აიხსახება გონებისთვის, გონებაში და შესაბამისად ეს ემოცია ამახსოვრდება და თელი ცხოვრება მე ბავშვი გაზრდილი უკვე ადამიანი რომელშიც ვერ გაიზარდა ეს ბავშვი განაგრძობს საკუთარ თავის შეურაცხყოფას, ცემას და ასე შემდეგ. ნახეთ იმ სიტყვებით როგორც საუბრობენ, როგორც რამდენი ნეგატიური სიტყვით სხვის მიმართ გაქვთ გასროლილი და ასე შემდეგ ეს სხვის მიმართ კი არ საკუთარ თავის მიმართ არის ეს პროგრამა გაქვთ უბრალოდ და ამუშავებთ ამ პროგრამას და გონიათ რომ სხვა ლანცღება რეალურად საკუთარ თავს ლანცღავთ რეალურად სხვაზე რომ ამბობ თუфის არაობა რეალურად შემოგონია საკუთარ თავი არაობა ანალოგიურ მდგომარეობაში არის და მაგლიერი ვარ რომ დემენციამ ეს ყველაფერი მასწავლა ჩვენ თქვენ როდესაც ვწერთ რომ რა ვქნა აი ესეთ მდგომარეობაში და რა ვქნა როგორ შევცვალო არ ვიცი ამიტომ ვარ თუ თქვენ იგივე მაგალითად ვინმე გყავთ მოძალად თუ გაბოლინგებთ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ფიზიკური ბოლინგია თუ სიტყვიერი ბოლინგი არის ან ნარცისთან ხარ და ასე შემდეგ ამ თემაზე ერთმანეთს მომწერა რომ თუ შეიძლება ამიხსენითო აი ნარცისისგან როგორ განთავისუფლდე უფრო არ იყო ანუ მეწოდება მოკლედ არ უნდა შეიცოდეთ იმიტომ რომ ეს ნახეთ ის ირჩევს ამ მდგომარეობას თქვენ კიდე ირჩევთ შეწოდებას ამას არ გავაგრძელებ ამ ყველაფერს ახლა თუ არ ცვლით ნიშნავს რომ ირჩევთ იმ მდგომარეობას აქედან გამომდინარე მე წუწუნს აგრძელებთ ესე იგი წუწუნს ირჩევთ ეს რებრუნვა არ ჩერდება როგორ შევცვალოთ ყველაფერი გადით მოძალადესთან ერთად ხართ გადით თუ თქვენ რჩებით კვებავთ ამ ადამიანს როგორ შევიცლებით ჩვენ როდესაც ის მარტო დარჩება თუ არ მოუნდება ცვლილება არ შეიცვლება
ის სხვის დანაშაულებაში იქნება. ნახეთ, ყავდა ერთი მდგომარი, სანამ იმას გავაგრძელებ, რა ვიდეოთიც დავიწყე. ძალიან სწრაფად საუბრობ, დედა აგრესიული არის, მაპატიეთ და მინდა რომ ყველაფერი რა ლაკონურად აგიხსნათ. ნახეთ, გმური მყავდა რუმეითი და რაღაცას აი მაგალითად რო ვთხოვდით რომ მარინა შეიძლება ეს ჭიქა ასე დადო და მომიყვებოდა ხოლმე რაც უდათ არის რომ არ შეეძლო ამის გაკეტანო ყველაფერს აკეთებდა რომ ეწუწუნა და რატო? იმიტომ რომ სხვა იკვებებოდა ენერგიებით გესმის და მე ვაცლებდი ამ ყველაფრის უფლებას. ნახეთ თქვენ თუ მაგალითად ყავთ ვიღაცა ისეთი გარშემომყოფი რომელიც საწუწუნოდ გაიცულებთ წუწუს. აი მაგალითად ისევ ცუდად მომექცა და მიდიხარ და ვიღაცას უყვებით ამის შესახებ. როდესაც შეწყვეტთ ამ თემაზე საუბარს, მაშინ შეწყდება ძალადობა თქვენს მიერ, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ასე შემდეგ. გესმით? ანუ როდესაც თქვენ ირჩევთ წუწუნს, შესაბამისად ყოველთვის გექნება საწუწუნოდ საქმე. და მე ასეთ ადამიანებთან ერთად ყოფნას აღარ ვირჩევ. ამიტომ როდესაც, ნახეთ, მე ვარ მოქმედების ადამიანი, მე თუ მითხარი, მე გეტყვი, ასე, გააკეთე, ყველაფერი გამოგისწორდება. და როდესაც შენ უბრალოდ საწუწუნოდ ხარ, კარგი ერთხელ მოგისმე. თუმცა ხა, მე არ მოგცემ ის უფლებას, ჩემი ენერგიებით იკვებო და გეტყვი. წუწუნი გნებავს? კი ბატონო, ხებულობ ასეც, თუმცა ხა, მე ვირჩევ სხვა მდგომარეობას და სხვა ადამიანთან ურთიერთობას. გესმით? აი ასე იცავთ ენერგიებს. ახლა დავუბრუნდეთ იმ ვიდეოს, რომელთაც დავიწყე. ვიდეოში ნახეთ, დედა ჩემი რას ირჩევს? ტკივილს. ასე წავიდეთ, დედი. ნახეთ, დამეტაკა, იმიტომ რომ ჩემში მოეხდინა პროვოცირება, რომ მეც დავტაკებოდი და მოკლედ მე რა ეთქვა, დედა რა ცუდად არის მსხვერპლის როლი. მე არ დავეტაკე და ამიტომ ნახეთ, მოიგონა რომ ხელზე შემეხო და უყვარს ეს მდგომარეობა ტკივილი, იმიტომ რომ მიჩვეული არის და გონია რომ იმსახურებს მარადიულ ტკივილს. ეს ასე არ არის. ნახეთ, სანამ დედაჩემს აქ ჩამოვიყვანდი, ფსიქოლოგი იყო დედაჩემთან და მამაჩემთან და ფსიქოლოგს უგთქვამს, რომ ერთი არის სადისტიო, მამაჩემი, მეორე მაზოხისტიო, დედაჩემი. მაზოხისტი რატო მიეჩვია დედაჩემ, თუ არ მიეჩვია და მამაჩემთან ერთად ვეღარ გაჩერდებოდა. და ბოლოს მიეჩვია, დაიჯერა და ამით დაიწყო ყვება, აი ჯვანშერმამე მიყვირა. გესე, თუ არ მოგწონს გადი, წადი, გაეცალე, რატო ირჩევ? თუ ირჩევ, ესე იგი მოგწონს ეს მდგომარეობა. თუ არ მოგწონს, შეცვალე ვინ საკუთარი თავი, რომ აღარ აკადრო საკუთარ თავს ძალადობაში ყოფნა, ნებისმიერი ძალადობა, ბულინგში ყოფნა. არ კადრო. ნახეთ, როდესაც მე მაგალითად აი არ შემიძლია დისციპლინა, ხო, არ შემიძლია სისტემატიურობა. სისტემატიურად მაგალითად აიკვების მიმართებაში და შენ სისტემატიურად როგორ არ შეგიძლია, როდესაც სისტემატიურად ირჩევ და არღვიო დიეტა კი არა და ჯანსაღი კვება. ანუ შეგიძლია უბრალოდ ნეგატიური კუთხით. ახლა მოდი პოზიტივისკენ მიმართე. გესმით? ნახე, დედაჩემი ირჩევდა ხო ამ ყველაფერს და ბოლოს, იმიტომ რომ ეს პროგრამა მქონდა მშობლებისგან გადმოცემული, მეც ანალოგიურად აგრესიული ვიყავ, იგივე პროგრამა მქონდა, თუმცა ხა მე დავფიქრდი რომ ღმერთო ჩემო, ახარ მინდა რომ ეთკინოს, მაშინ რა გავაკეთო? გავექცე იმას, შევცვალო ის თუ არა. ჩემი თავი, შევცვალე ჩემი თავი და დამშვიდი. ავტობუსის მხოლმა მითხრა, ავტობუსში გიყურებ ხოლმე რომ დედა შენ როგორი აგრესიული და მინდა ვისწავლო შენგან როგორ შევინარჩუნო სიმშვიდეო და როგორ აქედან რას რითი კვებავ აი ამას, გონებას. თუ შენ ყველაფერი აქედან იწყება, თუ შენ შინაგანად არ ხარ მშვიდად, გარემოსაც ნახეთ ისეც მიიზიდა რომ აბსოლუტურად სინთეზში იქნება შენთან. ისაც შენ თავს დააწყნარებ, წაბითაც არ შეგეხება, სადაც სხეულში თქვენ დაცული ხართ, როდესაც თქვენი ყველა პირობა თქვენი თავის მიმართული არ რაც უთხარით, შეასრულეთ, სიმშვიდეში ხართ, უვლით საკუთარ სხეულს ასე შემდეგ, როდესაც დაგცულად აგრძნობინებთ საკუთარ თავს
თქვენ თავს გარემო აღარ გეხებათ. ამიტომ იზრუნდეთ საკუთარ სხეულზე, როდესაც უღალატეთ საკუთარ თავს, თქვენ ღალატობთ ნეგატივით ასე შემდეგ. იმ გარემოში ამყოფებთ, სადაც გწამლავენ, არ ცვლით საკუთარ თავს უკეთესობისკენ. თქვენ ყოველთვის გაღიზიანდებით და ყოველთვის არჩევთ მსხვერპლის პოზიციას, ამიტომ შეცვალეთ საკუთარ თავი და სიმშვიდე თავად იქნებით და ყველაფერი დაგილაგდებათ.